ჭკურიას 11-ზე საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური მოდერნიზაციის ეტაპი იწყება. პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის მინისტრთან ერთად ესწრება პირდაპირ ეთერში ქართულის ძიებას. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ და შევაჯამებთ გასული 1 წლის შედეგებს, ასევე წარმოგიდგენთ განვითარების გეგმას, რომელიც სრულად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს რკინიგზას. ახლა ვთხოვ ბატონ პრემიერ-მინისტრს სიტყვით გამოსვლას. მოგესალმებით, მევესალმები ეკონომიკის განვითარების განვითარების მინისტრს, მევესალმები მინისტრებს, პარლამენტარებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მოგესალმებით ყველას, ქალბატონებო და ბატონებო. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს რკინიგზას ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აკისრია. თქვენ როგორც მოგიხსენებათ, 1 წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი. და აქედან საფუძველი ჩაეყარა რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებიც უკვე მოგცა ხელშესახები შედეგები ამ 1 წლის განმავლობაში. ზოგადად, რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გავუსვათ დაკავშირებადობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, ენიჭება ბუნებრივია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება. სხვადასხვა კუთხით, როგორც მოგეხსენებათ, მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების განვითარებისთვის და 2030 წლისთვის უკვე პრაქტიკულად ყველა უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იქნება აშენებული. ასევე აეროპორტების მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, მნიშვნელოვნად ფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და ასევე 2031 წელს თბილისს ექნება სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც შეძლებს უმასპინძლოს წელიწადის განმავლობაში დაახლოებით 18 მილიონ გზავრს, რაც ბუნებრივია მნიშვნელოვანია ყველა კუთხით, როგორც დაკავშირებადობის განვითარების თვალსაზრისით, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისების თვალსაზრისით. ასევე გვაქვს ამბიციური გეგმა ავაშენოთ ანაკლიის პორტი, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ობიექტი, რაც ასევე ხელს შეუწყობს დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, რკინიგზის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, სწორედ ამიტომ მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანია საქართველოს რკინიგზის განვითარებაზე ზრუნვა და კიდევ ერთხელ აღვნიშნა ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდა შარშა და კიდევ ერთხელ აღვნიშნა იმას, რომ ამ 1 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს უკვე მნიშვნელოვანი ხელშესახების შედეგები საქართველოს რკინიგზის გაჯანსაღების მიმართულებით. მე მინდა აღვნიშნო რამდენიმე ძირითადი შედეგი, რაც გვაქვს ამ 1 წლის მანძილზე. განხორციელდა ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით, პირველ რიგში შევეხები კადრების ოპტიმიზაციას. საქართველოს რკინიგზაში შემცირდა 1000 საშტატო ერთეული. რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მაჩვენებელია, თუმცა ძალიან კარგად ჩანს თუ რა ტიპის ინსტიტუციური პრობლემები იყო საქართველოს რკინიგზაში. 1000 საშტატო ერთეულის შემცირების ფონზე გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა. ამ ყველაფრის შედეგად, ოპტიმიზაციის შედეგად, საქართველოს რკინიგზა წლიურ ჭრილში ზოგავს 24 მილიონ ლარს. ბუნებრივია, ეს არის ის თანხა, რაც ჩაბრუნდება ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებაში და შესაბამისად მოიმსახურება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ასევე იყო არასწორი პრაქტიკა, არსებობდა შუამავალი კომპანიები. 10-ზე მეტ შუამავალ კომპანიაში გატანილი ბიზნეს პროცესები დაბრუნდა საქართველოს რკინიგზაში. ამ ყველაფრის შედეგად დაზოგილმა თანხებმა და დამატებითმა შემოსავალმა ჯამურად შეადგენა 18,5 მილიონი ლარი. ანუ რა ვიღოთ საკადრო ოპტიმიზაცია და პლუს აქ მიღებული დამატებითი შემოსავალი და დანაზოგი, ჯამში ეს ყველაფერი სდება 40 მილიონ ლარს. ასევე ჰქონდა ერთჯერადი ძალიან მნიშვნელოვანი დანაზოგი შესყიდვების ოპტიმიზაციის ხარჯზე და საკონტრაქტო ღირებულების შემცირების ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა საქართველოს რკინიგზაში 190,4 მილიონი ლარი. ბუნებრივია, ეს დანაზოგიც მოხმარდება საქართველოს რკინიგზის შემდგომ განვითარებას და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ზოგადად. და ოპტიმიზაციის ფონზე კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა საქართველოს რკინიგზაში. ამ ყველაფრის შედეგად 30%-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის წლიური წმინდა მოგება. ანუ უკვე არსებული მაჩვენებლები რო ავიღოთ, ნახავთ, რომ მინიმუმ 40 მილიონ ლარით მეტი ექნება რკინიგზას შემოსავალი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1 წლიან ჭრილში, რაც ბუნებრივია არის მნიშვნელოვანი შედეგი.
და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდა პირველად ამ ბოლო წლების განმავლობაში რკინიგზის განვითარების ერთიანი ხედვა, 10 წლიანი გეგმა, სადაც არის ასახული რკინიგზის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის აქ საუბარია სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებაზე, 50 ახალი ლოკომოტივი და 1500 ახალი ვაგონი იქნება შეძენილი საქართველოს რკინიგზის მიერ, ასევე 10 ახალი სამგზავრო მატარებელი, რაც ბუნებრივია ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდას და ასევე გაზრდის ბუნებრივია კომფორტს ჩვენი გზავრებისთვის და შეამცირებს გადაადგილების დროს ჩვენი გზავრებისთვის და სტუმრებისთვის. განხორციელდება რკინიგზის სადგურების და სარკინიგზო მონაკვეთების სრული მოდერნიზაცია, დაენერგება თანამედროვე ავტომატიზებული მართვის სისტემები, დაემატება რკინიგზის ახალი მიმართულებები, აშენდება კონკრეტულად ანაკლიის სპორტთან დამაკავშირებელი 18 კილომეტრიანი რკინიგზის ახალი ხაზი, ასევე ჩვენ დავანონსეთ ბორჯომბაგორიანის ისტორიული რკინიგზის ეგრეთ წოდებული გუგუშკის განახლება, რაც მნიშვნელოვანია ბუნებრივია ჩვენი საზოგადოებისთვის და ტურისტული კუთხითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს პროექტი. მე დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ, ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით რკინიგზის გენერალური დირექტორი ისაუბრებს. მთლიანობაში საქართველოს რკინიგზაში შემდეგი 10 წლის განმავლობაში ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მილიარდი დოლარი, რაც სხვადასხვა წყაროდან იქნება მობილიზებული. ის შედეგები, რაც უკვე გვაქვს საქართველოს რკინიგზაში, ეტყოლებს იმას, რომ სწორი მიდგომის პირობებში შეასრულებელია ძალიან სწრაფად მივახციოთ ფუნდამენტურ შედეგებს, კერძოდ თუ სწორად ვებრძვით კორუფციას, ნეპოტიზმს და თუ სწორ ნაბიჯებს გავთ მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით, შედეგები შეიძლება დადგეს ძალიან სწრაფად. და ამის საუკეთესო მაგალითია საქართველოს რკინიგზა. მე მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, რომლის ზედამხედველობითაც ხელმძღვანელობითაც წარიმართა ეს პროცესები საქართველოს რკინიგზაში და ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს ბატონ ლაშა აბაშიძეს, სწორედ მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ეს რეფორმები და ცვლილებები. მადლობა მათ, რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შემდეგი 10 წლის განმავლობაში გადაიდგება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც სრულიად სხვა დონეზე, განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადაიყვანს საქართველოს რკინიგზას. მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ. ქალბატონებო და ბატონებო, ტრიბუნასთან ვთხოვთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქრივიშვილს. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მივესალმები საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელს და ჩვენს საპატიო რკინიგზელებს. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა უნიკალურ პოტენციალს ქმნის და მისი სრულფასოვანი გამოყენება ჩვენი სტრატეგიული არჩევანია. სწორედ ამ არჩევანის შედეგია, რომ საქართველოს დასაყრდენ პარტნიორად პოზიციონირებს, სადაც ევროპა და აზია არამხოლოდ გეოგრაფიულად ხვდებიან ერთმანეთს, არამედ ეფექტიანი კავშირით ერთიანდებიან. ამ პროცესში საქართველოს რკინიგზა არ არის მხოლოდ სტრატეგიული ინფრასტრუქტურა. საქართველოს რკინიგზა არის საკვანძო რგოლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, რეგიონალური და გლობალური ინტეგრირებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში გლობალურმა და რეგიონალურმა მოვლენებმა ცხადყო ტრადიციული მარშრუტების არამდგრადობა. რისკები გაიზარდა და შესაბამისად გაიზარდა ინტერესი ახალი, უფრო სტაბილური და განჭვრეტადი მარშრუტების მიმართ. სწორედ აქედან გამომდინარე არის, რომ დერეფანი შუადერეფნის სახით განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს. ხოლო საქართველოს მიმართ გაზრდილი ინტერესი არა შემთხვევითი, არამედ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, პრაგმატული პოლიტიკისა და მჭიდრო რეგიონალური თანამშრომლობის შედეგია. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს განაგრძოს იყოს სტაბილური პარტნიორი და ასოცირდებოდეს სტაბილურობასთან, სისწრაფესთან და ხარისხთან. პატივცემულო სტუმრებო, მოგახსენებთ, რომ ბოლო 1 წელი იყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნის საქართველოს რკინიგზის განვითარების თვალსაზრისით. როგორც პრემიერ-მინისტრმა უკვე მოგახსენათ, გასული წლის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავეთ კომპანიის გრძელვადიანი განვითარების ხედვა და თამდევი სამოქმედო
გეგმა და სტრატეგია, რომელმაც დაახლოებით 3 ძირითადი მიმართულებით უზრუნველყო კომპანიის სტრუქტურული განვითარება. პირველი ეს გახლავთ ინფრასტრუქტურის გაძლიერება და განვითარება. მეორე ეს გახლავთ უშუალოდ ტვირთნაკადის ზრდის უზრუნველყოფა და მესამე სამგზავრო მიმართულების მოდერნიზაცია. სწორედ აღნიშნულმა მიმართულებმა ახალმა ხედვამ და ეფექტურმა მართვამ უკვე უზრუნველყო კომპანიის ეფექტიანობის, კონკურენტუნარიანობისა და ფინანსური მდგრადობის თვალსაჩინო ზრდა. მხოლოდ 1 წლის განმავლობაში ჯამური ოპტიმიზაციის ეფექტმა გადააჭარბა 230 მილიონ ლარს. კომპანიის წმინდა მოგება 30%-ით გაიზარდა. საოპერაციო მოგების მარჟა 25%-დან 36%-მდე გაიზარდა. მთავარი სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა 30%-ით გაიზარდა. ქვეყნის გადაკვეთის დრო შემცირდა 20%-ით. მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს მათ შორის გაციფრულების მიმართულებით. ჩინეთთან, ყაზახეთთან და აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან ჭიდრო თანამშრომლობით 7.5-ჯერ შევამცირეთ სასაზღვრო პროცედურების დრო. ამასთანავე ჩვენ ვაგრძელებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას. 2026 წლის აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმი, თბილისი-ახალციხის ძირითადი სარკინიგზო ხაზის სრული რეაბილიტაცია. შედეგად, ახალციხის მიმართულებით მგზავრობის დრო განახევრდება, ხოლო ბათუმის მიმართულებით კი შემცირდება დაახლოებით 4 საათამდე. პარალელურად ჩვენ უკვე გვაქვს დაწყებული ქვეყნის მასშტაბით ყველა ძირითადი სადგურის ეტაპობრივი განახლება. თუმცა ჩვენი მიზანი გაცილებით დიდია. ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას, პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას. 2026-2028 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად. ვიწყებთ სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებას. 50 ახალი ლოკომოტივისა და 1500 ვაგონის შეძენას. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია. აღნიშნული ინვესტიცია მოგცეს შესაძლებლობას, რომ ქვეყნის გადაკვეთის დრო 24 საათიდან 12 საათამდე შევამციროთ და ამასთან გავაორმაგოთ ქვეყნის სატრანსპორტო გამტარუნარიანობა, რაც თავის მხრივ საქართველოს აქცევს რეგიონში უალტერნატივო, სწრაფ და ეფექტიან სატრანზიტო კვანძად. პარალელურად აქტიურად ვანვითარებთ სამგზავრო მიმართულებას. ვახორციელებთ ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენას, რაც მოგცემს შესაძლებლობას გავაორმაგოთ გზავრთნაკადი და მგზავრობა გავხადოთ უფრო სწრაფი, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია, რომელიც 2027 წლის ზამთარში დასრულდება. შედეგად ჩვენ მოქალაქეებს და ტურისტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ეგრეთ წოდებული კუკუშკის უნიკალური გამოცდილებით, რომელიც ერთგვარად წარმოადგენს როგორც სატრანსპორტო, ისე კულტურულ და ტურისტულ ღირებულებას. რკინიგზის განვითარება პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობაზე. ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს რეგიონებს და აუმჯობესებს გადაადგილებას. მე დასასრულს მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ პირადი ჩართულობისთვის, მხარდაჭერისთვის და საქართველოს რკინიგზის განვითარების მხარდაჭერისთვის. აქვე მინდა ვისარგებლოს შემთხვევით მადლობა გადაუხადო ჩემს მოადგილეს თამარ იოსელიას, რომელიც კურირებს ამ მიმართულებას და მისი პირადი ჩართულობით და ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა, ბატონ ლაშესთან ერთად ჩვენ დღეს ნამდვილად ვამაყობთ იმ ხელშესახების შედეგებით, რომელიც საქართველოს რკინიგზას არამხოლოდ ოპტიმიზაციის, არამედ ასევე ოპერირების, ისევე როგორც ფინანსური მიმართულებით გააჩნია. მე რა თქმა უნდა წარმატებას ვუსურვებ საქართველოს რკინიგზას და ჩვენ რა თქმა უნდა ვრჩებით ერთგული იმ ხედვის, გეგმისა და სამოქმედო გეგმების, რომელიც უზრუნველყოფს ყოველდღიურად ხელშესახების შედეგების მიღწევას და საქართველოს რკინიგზის კიდევ უფრო მეტ გაძლიერებას. დიდი მადლობა. ახლა კი ტრიბუნასთან ვთხოვთ საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს ბატონ ლაშა აბაშიძეს. დიდი მადლობა ასეთი ხარდაჭერისთვის. დღეს შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო ხარდაჭერა აქვს საქართველოს რკინიგზას საქართველოს მთავრობის მხრიდან და ამისთვის მართლა დიდ მადლობას გიხდით, გულწრფელად გიხდით მადლობას. ზოგადად დავიწყებ რკინიგზის შესახებ. რკინიგზა არის სტრატეგიული ორგანიზაცია და ინფრასტრუქტურა, რომელიც შედგება ძირითადად 3 მიმართულებისგან. ეს არის სატვირთო გადაზიდვების მიმართულება, არის ინფრასტრუქტურის მიმართულება და არის სამგზავრო გადაყვანების მიმართულება. სატვირთო გადაზიდვებიდან ძირითადად გენერირდება ჩვენი რკინიგზის შემოსავლები. სამგზავრო მიმართულება ემსახურება და ოპერირებს სამგზავრო მატარებლებს და ემსახურება მგზავრთა გადაყვანას. ინფრასტრუქტურის მიმართულებით ინფრასტრუქტურის
ეგრეთ წოდებული ფილიალი ემსახურება ინფრასტრუქტურის საკმაოდ მასშტაბური სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამართულობას და ყოველდღიურ საქმიანობაში მოქმედებს ისე, რომ ყველა, ასე ვთქვათ, სალიანდაგო ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, ასევე საკონტაქტო ქსელიდან და ხიდებიდან და ხელოვნური ნაგებობები იყოს გამართულ მდგომარეობაში. შესაბამისად, ორგანიზაციაც ამ პრინციპით არის სტრუქტურიზებული და ყოველდღიური საქმიანობა მიმდინარეობს ამ სამი ძირითადი მიმართულებით. ეხლა კი მოგახსენებ ძირითადად პირველ ეტაპზე ჩვენ რა გამოხორციელებთ, როდესაც მივედით, როგორც აღინიშნა უკვე გატარდა მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია, სულ ჯამში დაიზოგა 231 მილიონი ლარის ოდენობის თანხა. ოპტიმიზაცია შეეხო როგორც საკადრო ოპტიმიზაციას, ასევე საოპერაციო მემართულებას და ასევე ადმინისტრაციულ მემართულებას. ასევე მოხდა მიმდინარე ხელშეკრულებების გადახედვა, ძირითადად კორექტირება შეეხო ფასების ნაწილს და მოხდა გარკვეული ფასების შემცირება. მოძრაობის და გადაზიდვების მიმართულებით ჩვენ გავზარდეთ და შევცვალეთ თვითონ მოძრაობის ორგანიზება და გავაუმჯობესეთ, გავზარდეთ მატარებლების სიგრძეები და წონები, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ერთ გატარებაზე თუ აქამდე იყო დაშვებული წონა დაახლოებით 2600 ტონა, გავზარდეთ და ავწიათ 3600 ტონამდე. ასევე დავნიშნეთ ბლოკმატარებელი ფოთი თბილისი და ფოთი ბაქოს მიმართულებით და გავამარტივეთ გარკვეული ციფრული სერვისები განვერგეთ გადაზიდვის მიმართულებით. შედეგად ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგები, მაგალითთვის ის წარმოდგენილი არის 20-25 წლის მეორე ნახევარი შედარებული პირველ ნახევართან. როგორც ხედავთ, ძირითადი ფინანსური მაჩვენებელი არის საკმაოდ გაუმჯობესებული. რაც მნიშვნელოვანია, საოპერაციო მოგება არის საკმაოდ გაზრდილი. მეორე სლაიდი ეს უკვე არის წლევანდელი მიმდინარე წლის პირველი 4 თვის შედარება ანალოგიურ პერიოდთან 20-25 წელთან. აქაც ხედავთ, რომ დადებითი ტენდენცია არის და ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ეს ტენდენცია არის დინამიკაში ძალიან დადებითი და ვფიქრობთ, რომ წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ და წელს წინა წელზე გაცილებით უკეთეს წელს დავხურავთ მიმდინარე წელს. ეხლა მოგახსენებთ სატვირთო მიმართულებაზე. როგორც გითხარით, სატვირთო მიმართულება არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სარკინიგზო საქმიანობის. სატვირთო მიმართულებაში დაგვხვდა გარკვეული, ასე ვთქვათ, გამოწვევები. ძირითადი გამოწვევები იყო ელმავლების დანაკლისი და დეფიციტი ელმავლებში. ასევე სავაგონო პარკი არის, ასე ვთქვათ, ძალიან დაწეული რაოდენობრივად, მაგრამ აქაც მივიღეთ მთავრობის ხარდაჭერით, შეიძლება ითქვა საქართველოს ისტორიაში და რკინიგზის ისტორიაში ერთ-ერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ვყიდულობთ ახალ თანამედროვე ელმავლებს, რომელიც სრულიად გაანაახლებს საქართველოს რკინიგზის სალოკომოტივო პარკს და ასევე 1500 ვაგონ ერთეულით გავზდით ჩვენ სავაგონო პარკს. ასევე ვაშენებთ ახალ სალოკომოტივო დეპოს, რომელიც მოემსახურება იმ ელმავლებს, რომელსაც ჩვენ შემოვიყვანთ. შედეგად მივიღებთ, რომ ახალი ელმავლები და ახალი სავაგონო პარკი ჩვენ მნიშვნელოვნად ვამცირებთ მატარებლების მიმოსვლის დროებს. დღეს არსებული საშუალო პერიოდი ქვეყნის გადაკვეთის, ასე ვთქვათ, პირობითად აი გარდაბნიდან შავი ზღვის პორტებამდე არის დაახლოებით 24 საათი. ამ პროექტის შემდეგ უკვე მივიღებთ შედეგად, რომ 12 საათი იქნება ნაცვლად 24 საათისა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და როგორც ხედავთ, როგორც სალოკომოტივოს, ასე ვაგონების პარკი მნიშვნელოვნად გაიზრდება. სამგზავრო მიმართულებით მინდა გითხრათ, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, აქაც არის გარკვეული გამოწვევები. გამოწვევები მდგომარეობს იმაში, რომ ძირითადად მოძველებული, ასე ვთქვათ, მატარებლები ოპერირებს. და აქაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად განვაახლოთ ჩვენ სამგზავრო მიმართულებაზე ყველა მატარებელი შევცვალოთ და განვაახლოთ და გავუშვათ ყველა რეისი ახალი მატარებლები. წელს უკვე ჩვენ ვაპირებთ შევისყიდოთ 10 ახალი სამგზავრო მატარებელი, უკვე დაწყებული გვაქვს 5 მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზირება, რომელსაც ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს დავასრულებთ. ასევე დაწყებული გვაქვს სადგურების და ბაქნების რეაბილიტაცია. და ვფიქრობთ, რომ და გეგმაში გვაქვს, რომ სრულად სარკინიგზო სადგური, სრულად ყველა ძირითადი სადგური უნდა გავაკეთოთ და მოვაწესრიგოთ. შედეგად მივიღებთ, რომ ახალი, ასე ვთქვათ, მატარებლის შემოსვლის შემდეგ და ვამატებთ 16 ახალ რეისს, დაემატება 16 ახალი რეისი. წელს უკვე ვნიშნავთ თბილისი ახალციხის მიმართულებით
ამ მიმართულებაზე ახალ რეისს და ასევე თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე დაინიშნება რეისი. ასევე ველოდებით, რომ მნიშვნელოვნად გავზრდით სამგზავრო მიმართულებიდანაც შემოსავლებს და რომ რაც თავარია, დღეს რაც არის გამოწვევები, ძალიან გავაუმჯობესებთ ზოგადად რკინიგზის სერვისს იმ ნაწილში, რომ ძალიან კომფორტული მატარებლები და ჩვენ მგზავრებს მომსახურებით გაცილებით ხარისხიანად. ინფრასტრუქტურის მიმართულებით, როგორც იცით, უკვე მოდერნიზაციის პროექტი დასრულდა და ოპერირებაში გავუშვით ჩვენ უღელტეხილის მონაკვეთი. ეს არის 40 კილომეტრიანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს უკვე სრულად თლიან მაგისტრალზე კაპიტალური სამუშაოები, რის შედეგადაც ჩვენ წელს უკვე მოხსნით იმ სიჩქარეებზე შეზღუდვებს, რაც დღეს გვაქვს და პირობითად თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 საათნახევრის მაგივრად წელს უკვე დავდებთ შედეგს და თბილისი-ბათუმი იქნება 4 საათის განმავლობაში. ანუ საათნახევრიანი შემცირება გვექნება თბილისი-ბათუმზე, ეს უკვე წელს ზაფხულში ვაპირებთ ამას გავაკეთოთ. მიმდინარეობს ასევე ახალციხის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, ასევე ახალციხეში ვიწყებთ ახალი სადგურის მშენებლობას. ახალციხეშიც იქნება ფაქტიურად განახევრებული დრო, ანუ 3 საათში შევძლებთ ჩასვლას, რომ თბილისიდან ჩავიდეთ ახალციხეში 3 საათის განმავლობაში. საოპერაციო სისტემები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა. დღეს რკინიგზის პრაქტიკაში და ზოგადად ასე ვთქვათ, მატარებლების შემოწმება, დიაგნოსტირება ხდება ადამიანური ფაქტორით, ხდება ასე ვთქვათ, მატარებლების გაჩერება რამოდენიმეჯერ, 2-ჯერ, 3-ჯერ უწევს მატარებლების გაჩერება, რომ მოხდეს რევიზია და შემოწმება და ტესტირება. ჩვენ ვნერგავთ ახალ სისტემებს, რომელიც ტექნოლოგიები იქნება შესაბამისი კამერებით, სენსორებით და აკუსტიკური სისტემებით, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ რეალურ დროში მატარებლების გაუჩერებლად მოვახდინოთ დიაგნოსტირება სრული ყველა თითოეული ვაგონის და ეს მოგცემს იმას, რომ დასაშვების სიჩქარეები თითქმის გაორმაგდება, მნიშვნელოვნად შემცირდება საოპერაციო დროები და რაც მთავარია, უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, ზომები იქნება ძალიან გაუმჯობესებული. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ შემუშავებული გვაქვს 10 წლიანი სამოქმედო გეგმა, როგორც ჩანს, როგორც ხედავთ, ანუ ინვესტიცია საკმაოდ მოცულობითია, მაგრამ ეს გეგმა მთავრობასთან ჩართულობით ჩვენ შევიმუშავეთ და გარკვეული ნაწილი ამ ასე ვთქვათ მიმართულებებიდან უკვე დაწყებული გვაქვს. ამ ნაწილში მინდა ხაზი გაუსვა ანაკლიის სადგურამდე მისასვლელ სარკინიგზო ხაზს, რომელსაც ჩვენ უახლოეს პერიოდში უკვე დავასრულეთ პროექტირების ნაწილი და უახლოეს პერიოდში ვაპირებთ, რომ დავიწყოთ ანაკლიის მისასვლელი 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. ასევე ვამატებთ კიდევ 16 ახალ სამგზავრო მატარებლებს. შედეგად ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ამ პერიოდისთვის ჩვენ გვექნება ასე ვთქვათ, სრულად განახლებული გაცილების სწრაფი, ეფექტური და ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი რკინიგზა, რომელიც რეგიონში იქნება ერთ-ერთი თანამედროვე სისტემებით, თანამედროვე საოპერაციო მიმართულებით და თანამედროვე და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით. რომელიც ხელს შეუწყობს, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდეთ და გავაძლიეროთ ჩვენი ფუნქცია შუა კორიდორში და გავამყაროთ ჩვენი პოზიცია როგორც სატრანზიტო პოტენციალის ქვეყანა. შედეგად ჩვენ მივიღებთ, რომ ფაქტიურად ყველა მიმართულებაზე სატრანზიტო დროები განახევრდება, გაორმაგდება, ასე ვთქვათ, ტვირთების გამტარუნარიანობა. დღეს არსებული ჩვენი მოძრავი შემადგენლობიდან გამტარუნარიანობა არის 15 მილიონ ტონამდე. ამ გეგმის განხორციელების შემდეგ ჩვენ გვაორმაგებთ და ავდივართ 30 მილიონ ტონამდე და ყველა სამგზავრო მიმართულებაზე რეისები შემცირდება მინიმუმ 30%-ით. ეს არის ის, რაც მინდოდა ასე ვთქვათ, მეთქვა, ეს არის სრული მართლა ისტორიული განახლება და გაჯანსაღება, რომელიც დღეს უკვე დაწყებულია საქართველოს რკინიგზაში და შედეგად მივიღებთ ძალიან ძლიერ, ეფექტურ და უფრო სწრაფ და კონკურენტულ საქართველოს რკინიგზას. დიდი მადლობა. ახლა გიგთავაზობთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების შესახებ მომზადებულ ვიდეორგოლს. საუკუნეზე მეტია
საქართველოს რკინიგზა ქვეყანასთან ერთად ვითარდება, მაგრამ დღეს ისტორიულ კომპანიაში ისტორიული განახლება იწყება. კომპანია შეიწევს 50-მდე ლოკომოტივს და 1500 ვაგონს. შედეგად, მატარებლების სიჩქარე მოიმატებს, სატრანზიტო დრო განახევდება, გამტარუნარიანობა გაორმაგდება, 10 ახალი სამგზავრო მატარებლის დამატებით, სრულად მოდერნიზდება სამგზავრო პარკი და ყველა არსებულ მიმართულებაზე იმოძრავებს თანამედროვე სტანდარტების მქონე მატარებელი. თითქმის გაორმაგდება რეისების რაოდენობა, გაიზრდება სამგზავრო სიჩქარეები, განახლდება სადგურები და ბაქნები, მათ შორის დედაქალაქში. ბორჯომ ბაკურიანის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პროექტი მოიცავს ეგრეთ წოდებულ პუპუშკას რეაბილიტაციასაც, რაც ყველასათვის საყვარელ ისტორიულ მარშრუტს უფრო კომფორტულს გახდის. პარალელურად ინერგება თანამედროვე საოპერაციო სისტემები, რითაც შემცირდება საექსპლუატაციო და საოპერაციო ხარჯები, სატვირთო და სამგზავრო პარკის განახლებით, სრული ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციით და სამგზავრო მიმართულებების ხელმისაწვდომობის გაზრდით, საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. რკინიგზის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური განახლება გააძლიერებს საქართველოს როგორც ტრანზიტულ ქვეყანას ტრანსკასპიურ საერთაშორისო მარშრუტში. მგზავრებისთვის კი უფრო კომფორტულ, სწრაფ და უსაფრთხო გამოცდილება შექმნის.